არ ვიცი სამშობლოზე წინ საკუთარ შვილებს არ აყენებს ხალხი და არ აყენებდა არასოდეს მე მგონი და ფსკერი ჩახვრიტეს იყო ადრე რაღაცა. არა აქვს ეს ფსკერი. არა აქვს რა. უძირო ქვევრია თუ რაც არის. არის ჯანდავა. მოგცა ფული, მოგცა საშუალება, მაგრამ ვერ გააკეთე. ფაქტიურად, იმიტომ რომ რაღაც ვერ ქენი. შენ თავში უნდა იყოს, ანუ რატო ვერ ქენი? მოკლედ მოგესალმებით. ჩვენ გადავწყვიტეთ აქტივისტები ვართ ძირითადად ვინც ვართ ამ ამბავში შეკრებილები, გადავწყვიტეთ რომ შეკრებილიყავით და სხვადასხვა ქალაქებში გვევლო. იქიდან გამომდინარე რომ ძირითადად თბილისში ვართ და მაინც არ გვესმის რეგიონის ხმა რეალურად რა. ძალიან რაღაც ჩატეხილია ხიდი თბილისსა და რეგიონს შორის. აქ შეიძლება ცოტა სხვანაირი საჭიროებები იყოს, ვიდრე თბილისშია. ჩვენ შეიძლება რაღაც სხვანაირად უყურებდეთ და რეალურად სურათი სხვანაირი იყოს. ასევე დიდი სურვილი გვაქვს, რომ გავიცოთ აქტიური ადამიანები, ვინც რეგიონში თავის სათქმელს ამბობს დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვის, რა ვიცი, აი მაგრამ ქართული ღირებულებებისთვის იბრძვის, ასე ვთქვათ და ეს ყველაფერი გვინდა რომ მივაწოდოთ შემდეგ უფრო ფართო აუდიტორიას, უფრო გავაცნოთ ჩვენი თავი, ასევე გვინდა რომ რაღაც აქტივიზმი, რაღაც ეს თვითონ ეს ცნება რაღაც ისე არის საზოგადოებამდე მისული, თითქოს რაღაც უარყოფით კონტექსტში იყოს ასახული და ამაზე ბევრი იმუშავა ხელისუფლებამ და ასევე და ახლა რადგან ოზურგეთში ვარ, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ოზურგეთის ამბებზე ვისაუბროთ, საჭიროებებზე, აი როგორია ზოგადად აი ცხოვრება ოზურგეთში, როგორია მაგალითად ერთი დღე ოზურგეთში, ძალიან მაინტერესებს თითოეულ თქვენგანის გაცნობა და ასევე სურვილი მაქვს, რომ მომავალში ჩვენ რაღაც მეგობრობად უფრო მეტად გაღმავდეს და გაგრძელდეს. თუ გიფიქრიათ პირობითად თბილისელებს პირობითად გამოვთ რომ რეგიონებში არის სიცოცხლე, რეგიონებში არის ახალგაზრდები, რეგიონებში არის აქტივიზმი, ხშირად უფრო მეტი და პროცენტულად თუ ვთქვათ ახლა თბილისში თუ სიტყვაზე 100 სამოქალაქო აქტივისტია, ოზურგეთში უდრის 1 სამოქალაქო აქტივისტს, იმიტომ რომ ვთქვათ მოსახლეობით რაოდენობა გამომდინარე და აი მწყის სული, მიზა რომ წინა საარჩევნო პერიოდშიც იყო, ანუ გავახსენდით რეგიონები, როცა ძალიან ცუდად ძევიდა საქმე და ამერიკია და აი ჩვენ და მაგრად ეხავს რომ ასე მეუბნები რომ ჩავედით რეგიონებში რომ გვაინტერესებს მანამდე საიყავით ან პირდაპირ მაგითხო მანამდე საიყავით საიყო მანამდე პარტიები რომელიც ჩამოდიოდა და მარტო შეხვედრებს ატარებდა აქტივისტებთან ისედაც რომელიც აქტიური და აქტივისტებს აჯერებდა რომ იგენი ცუდია ჩვენ ვართ კაიო იყო იმის ამოწყურის გავლენის შესახებ აგენტის კანონის მიღებამდე იყო რომ ბევრი შეხვედრები იყო სადაც NGO-ებს გვიძახოდნენ და ვლაპარაკობთ ერთმანეთში რომ ვაუ ეს იგი კანონი აფერი ცუდია და ამ დროს არის მოსახლეობა წარმოიდგინეთ სოფლებში რომელიც საერთოდ დღემდე კი ჯერავს რომ დღეს შეიძლება ბევრმა იცის რომ შევარდნაძეა კიდე პრეზიდენტი ისე გეუბნე პირობითად მაგრამ მე ამ ბოლო დროს მქონდა შეხება ჩოხატაურში ვიყავ მისით სადამკვირვებლო მისით და აი ხალხს ომის გინდა და იმის აი არავინ არ მუშაობდა. ანუ მასოფელში არავის ჩვენი რესურსი პატარაა სამწუხაროდ ამ რაც მუშაობდით მართლა კარდაგარდადიოდა ბაღნები და დარბოდა და ძალიან მცირე რესურსის ფარგლებში, მაგრამ არავის არ დაინტერესა და მე რომ მოხდა ამფერი რაც მივედით დღემდე ეხლაც კი მიდის იმაზე საუბარი რომ სამწუხაროდ აი თბილისში ვინც გამოდის ყველა არის თბილისთან 99 თბილისის მოსახლეობა კი არ გეუბნებს სტუდენტები რომელიც აქედან ჩასულან ფიზიკურად თბილისში. იმიტომ რომ გამარჯობა, თამარ მიქაძე, სამოქალაქო აქტივისტი. უბრალოდ მოქალაქე, კი, ისე საზოგადოებრივი გეოგრაფი. რაზეც ვისაუბრეთ ეს რაღაცა ურთიერთობები და რეგიონის პრობლემები და ასე შემდეგ. რაღაცნაირად მინდა ერთიანად მოუყარო ამას თავი პატარა ქალაქის კონტექსტში და იმის კონტექსტში რომ გურია არის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონი და მართლა რა ვიცი მარტო ჩოხატაურში სადაც მე მგონი 18000 ადამიანი არის მოსახლე 11000 იღებს
სოციალურ შემწეობას. ოზურგეთშიც ეს სტატისტიკა არ ვიცი, შეიძლება ხელმაღალი ასეთი მაღალი არ იყოს, თუმცა მაინც ძალიან მძიმე მდგომარეობა. და ეს ნიშნავს იმას, რაც პირად ურთიერთობებშიც უშლის აქ ხალხს ხელს და თუ გინდა პროტესტშიც და თუ გინდა რაღაცა თავისი აზრის დაფიქსირებაში არის ის, რომ დასაქმებულთა უმრავლესობა, ანუ როცა მე ოზურგეთში დავბრუნდი, დავდექი იმ რეალობის წინაშე, რომ ანუ სად შეიძლება რომ იმუშაო. ისინი არის, რა ქვია, სოფლებში ესეთი სამსახურები, რომ მერის წარმომადგენელი, მერის წარმომადგენლის მოადგილე, პირველი რანგის სპეციალისტი, მეორე, მესამე, მერის მრჩევლის მოადგილე და ანუ ამ ხალხს რო შეეკითხო, რომ რას აკეთებს, შეიძლება პასუხიც ვერ გაქცეს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ რაღაცა ძალოვან და პოლიციურ და რუსულ რეჟიმს, ვინც დღეს ებრძვის რეალურად ქართველ ხალხს, ეს ძალაუფლება აქამდე მოიტანა იმით, რომ ეს ხალხი რაღაც ისედაც გაჭირვებული და გაუბედურებული ხალხი, რომელსაც მართლა ყოველგვარი პათეტიკის და გადაჭარბების გარეშე არ იცის ხვალ თავისშვილს რა აჭამას, ფინანსურად, ოღონდ ფინანსურად არ გულისხმობ, რომ ისინი წელში გამართულები არიან და კარგად ცხოვრობენ. აი ელემენტარულ სარჩო საბადებელზე გაიხადეს დამოკიდებული. პატარა ქალაქის მასშტაბით ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასაქმებულია მსგავსი ტიპის, რა ვიცი, ადგილებში, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ერთმანეთის მეგობარი და ნათესავია, აი რაღაცნაირად დაკავშირებული მაინც არის და შეიძლება იმ ადამიანს ძალიან ვიღაცას ძალიან უნდოდეს, რომ ეს რაღაცნაირად გააპროტესტოს ნებისმიერი ფაქტი და რამე თქვას, თუმცა იმის ბიძაშვილი სადღაც მუშაობს და იმას მაგრად უჭერს და იმას გამოაგდებენ სამსახურიდან და ის ვიღაცა იმისი მეგობარია და ამას ეწყინება და აი ეს შეიძლება დიდი ქალაქისთვის მიუხედავად იმისა, რომ თბილისიც არ არის იმდენად დიდი, რომ ამ პრობლემის წინაშე არ დადგეს იქაურ მოსახლეობა, აქ ეს კიდე უფრო მძიმედ დგას. თუმცა თქვენი ინიციატივა, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ყოფით და სოციალურ და რა ვიცი რა გვაწუხებს ყოველდღიურობაში, აგრეთვე არის ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა, ბოდიში რომ გამიგრძელდა. ოთარ რევიშვილი, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის, ერთ-ერთი დამფუძნებელი. ხო, თაკოს დავეთანხმები, ანუ რეგიონებში პრობლემა ძირითადად არის ეს ეკონომიკური პრობლემები, რაც იწვევს შემდეგ მიგრაციას, აქ უფრო ასაკოვანი ხალხი რჩება რეგიონში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველა იმ მოწყვლად რეგიონს ეხება, რომელიც მრავლად გვაქვს სამწუხაროდ საქართველოში, ხო? თანამ რაღაც ჩემს რაც გაგიზიარებ ჩემს შეხედულებებს, აქვე მინდა რომ თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო თქვენი განაცემიდან. მას გიყურებ და ახალგაზრდები ხართ ჩამოსული. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თქვენ იცით როგორ ესაუბროთ ახალგაზრდებს. ანუ თქვენ გაქვთ თქვენ უფრო კარგად იცით როგორი არხებით უნდა ესაუბროთ მათ. თქვენ თანატოლებს, რავი, თქვენ კურსელებს, მეგობრებს თუ ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რაც შეეხება ასაკოვან ადამიანებს, ძირითადად ეგრეთ წოდებული ზიან ამ ტელევიზიებზე, ხო? ძირითადი წყარო მათი არის პროპაგანდისტული მედიები, რომელიც არის სამწუხაროდ ყველაზე მაღალი რეიტინგით და ხო შოლებრივი ტვინით გამორეცხვა მიმდინარეობს მოქალაქეების, რაც ცალსახად აისახება შემდეგ მათ მოქმედებებზე. თუმცა ეგეც არ არის მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა არის რა, რომ არის სისტემა, არის რეჟიმი, რომელიც არ ატარებს არჩევნებს და ამბობს, რომ არჩევნები ჩავატარე, რეალურად არჩევნები არ ჩატარებულა, რეალურად ამას აკეთებდა ეს თქვა რაღაცა გასამხედროებული ტიპის რაღაცა სისტემა ქონდა ჩამოყალიბებული, არჩევნებში ჩარეული იყო სუსი, პოლიცია, რავი, ადგილობრივი თვითმმართველობა და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება არ ეძლევა. რეალურად ეს მოცემულობა ქვეყანაში არ არის განსხვავება აქ ეს თბილისშიც ესია და რეგიონშიც ესია. უბრალოდ რეგიონში უფრო მოწყვლადია ვინაიდან აქ ნაკლები ახალგაზრდებია, იმიტომ რომ ახალგაზრდები უფრო ესე ვთქვათ, უფრო მაქსიმალისტები არიან, უფრო რისკზე წამსვლელები არიან. ეს ელდერ ხალხი უფრო ნაკლებ რისკიანია და პლუს ამას ემატება პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც რავი, წამლავს ყოველდღე მათ და იტვინებს ურეცხავ და ის საბოლოო ჯამში მოგცა ის, რომ დღეს მოცემულობა გვაქვს, რომ ყავს რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად, რა ვიცი, ნახავდით ალბათ ცვლილებებს, რაც აანონსებენ, ფაქტობრივად ჩვენ არ გვექნება ხვალ მედიები, არ იარსებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთანგანი, არ ვიცი, ან დაგვაკავონ, ან რაღაც დაგვაჯარიმონ. რა ვიცი, აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ, რეალურად, აი, ნახავთ ჩვენი ოფისის გარეთ ჩამოკიდებულია პლაკატი, ხო, რუსულმა უცნებამ არჩევნები მოიპარა და ამაზე გვიმტკიცებს თვითმმართველობის ერთ-ერთი დანაყოფი, რომ ეს არის რეკლამა და ამისთვის დაგვაჯარიმეს 4500 ლარი. ფაქტობრივად ჩვენ უკვე
რა ვიცი, რამდენიმე დღეში შეიძლება აი ეს კანონები თუ მიიღეს, საბოლოო ჯამში გაფორმდება დიქტატურა. დუმბაძის არ იყოს, ზოგი გადაასახლეს, ზოგი დახვრიტესო, ზოგი რაღაცა. ხო, აი ეგეთი რაღაც შეიძლება. მე ამათ აი ფსკერი ჩახვრიტეს იყო ადრე რაღაცა. არა აქვს ეს ფსკერი. არა აქვს რა. უძირო ქვევრია თუ რაც არის. არის ჯანდავა. ხო. ხო, ნუ რაღაცა უძიროა, რომელსაც აი ამათ რაღაც არ აქვს მორალური ჩარჩო, მორყეული კი არ აქვს, საერთოდ არ აქვს. და რეალურად ხო, შავი ხვრელია რა და ენერგიას იმაშვება რა. ენერგია არ იკარგებაო, მაგრამ იქიდან ნუ სინათლე ვერ აღწევს ყოველ შემთხვევაში რა. ხო, ვინც ფიზიკოსია, უფრო კარგად ახსნის მაგალს რა. ხო და ეგ არის რა. ანუ ჩვენ ზუსტად ეს ხიდები უნდა გავაბათ ერთმანეთთან და ძალიან მნიშვნელოვანია რა, ჩვენ ახალგაზრდებთან სწორია ეს, რომ სხვადასხვა სოციალურ მედია პლატფორმებით ვესაუბრებით და სწორად არჩევთ თქვენ განსაკუთრებით ამ არხებს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს არხები რაღაცა გამოვძებნოთ, რომ მარტივად ვეკონტაქტოთ მათ. რაც შეეხება აი ამ ადამიანებს, რომლებსაც ზიან და მთელი დღე იმედს უყურებენ, გამოსავალი არის ერთი, უნდა ველაპარაკოთ პირისპირ. სხვა გამოსავალი არა, უნდა ვიაროთ. ნუ ჩვენ დავდივართ. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ უმრავლესობა ვართ. ამ ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა ეს ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი. აბსოლუტურ უმრავლესობას უნდა რომ ნატოს წევრი იყოს ეს ქვეყანა და უმრავლესობა ვართ. უბრალოდ ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაპროტესტოთ, უნდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პროტესტში. ყველაზე უფრო დიდი ბერკეტი ამ ხელისუფლების არის მოქალაქეები, რომლებიც ხვდებიან რა ხდება და სხედან დღეს სახში და ხმას არ იღებენ. რო ხვდებიან და იციან ზუსტად რა ხდება, ოღონდ იმ იმედით არიან რომ მათ არ შეეხებათ. და ეგ ჟანრის კლასიკა. თუ ჩვენ მოგვედევიან, ხვალ იმათ მიაკითხავენ, რეჟიმს ყოველთვის ჭირდება წარმოსახვითი მტერი, ვრაგი ნაროდა, ეგრეთ წოდება. ეგ არის, ანუ ეგ და აი ეგ არის ბერკეტი, ყველაზე დიდი ბერკეტი ეგ ადამიანები არიან, რომელსაც ხედან დღეს სახში, აი იციან რა ხდება და აი არაფერს არ ამბობენ, ერთ პოსტსაც არ წერენ და ერთ პოსტერს არ აკეთებენ. ძალიან ბევრი ვილაპარაკე, მადლობა. ვის საიტს? გამარჯობა, ბადრი ოყუჯავა, ისტორიკოსი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიიდან. კვლევარი საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კვლევარი. ეხა აქტივისტი, როგორც ყველა ჩვენგან. აქტივისტიც პარალელურად. მე ის თქმა მინდოდა 2021-ში, ხომ? თუ 22-ში, როდესაც უკრაინას რუსეთი დაესხა თავს და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი პირველი თავდასხმის მერე, ადამიანთა ჯგუფი, სულ რამდენიმე 4-5 ადამიანი ვიყავით თავიდან პარლამენტის წინ გამოვედით და თქვით, რომ ჩვენი ხელისუფლება არ იქცევა სწორად რა. ნუ ეს იმ მომენტში არ გამოჩენილა ცხადია სწორად რომ არ იქცევა, მაგრამ იმ მომენტიდან მოყოლებული, უბრალოდ იმ მომენტში ის პოზიცია, რა პოზიციას დაიკავა ხელისუფლებამ, პირდაპირ აჩვენებდა, რომ არანაირი პროდასალური ძალა არ მართავდა ქვეყანას. ხა პირადად ის ადამიანები, ვინც პირველად მაგ ადგილას შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ მოდი ყოველ დღე 9 საათზე აქ ორნი ვიქნებით, 3, 5 თუ 10 მოვიდეთ, შევიკრიბოთ და უბრალოდ ვილაპარაკოთ რა, გავჩერდით პარლამენტის წინ, 3-იც რო ვიყოთ და 1 საათი ვიდგეთ. რა, ჯიუტები დაარქვეს მერე ამ ხალხს და ჯიუტები რაღაცა 600 დღის განმავლობაში კი არა, მეტის კიდევ ყოველ დღე იკრიბებოდნენ პარლამენტის წინ და ნუ ხან 2 კაცი იყო, ხან 5, ხან 20, ხან 25, ხან 30. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები მაგ მომენტში მიხვდნენ, რომ იქ რაღაცა გასაპროტესტებელი იყო. ახლა 2015-ში ჩავაბარე მე უნივერსიტეტში და იმ მომენტიდან მოყოლებული ვიცოდი, რომ ესენი კაი საქმის გამკეთებლები არ იყვნენ და ამას ერთმანეთს ხო, აი როგორი გიჟის პოზიციაში გვიწევდა ხალხს ყოფნა, რომ აი ბოდიში სიტყვაზე და ვატრაკებდით და ვაჭირებდით საქმეს, რომ ესენი რუსები არიან, ცუდ რაღაცას გაგვიკეთებენ და თქვენ გიჟები ხართო, რაღაცები გვეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, გეჩვენებათ. ხო, ხო, როცა მოგვინდება გადავირჩევთო რა, თითქოს გამოვიდა ისე, რომ ამ მცირე ჯგუფს თუ არც ისე მცირე ჯგუფს ადამიანები ვინც ხედავდა ამას, რაღაც შიზოფრენიული მდგომარეობა ჰქონდა და გვეჩვენებოდა, რომ ესენი არიან, ხო? სინამდვილეში რა აღმოჩნდა ის, რომ და ამ ჯიუტებსაც ახლა ბავშვები, სტუდენტები იყვნენ, უფროსებიც, უმცროსებიც, ხო, ამ იმაში დასწინოდნენ, რომ აი თქელსახმურებო რატოდ გახარდა. ახლა რომ დაიწყო ხელახლა ეს დიდი პროტესტები, სიტყვა ჯიუტი, გაჯიუტება, ჯიუტად დგომა რაღაცა სინონიმი გახდა.
ისტორიკოსი ვარ ხომ და რაღაცებს ვიხსენებ ხოლმე ისტორიაში რა როგორ მომხდარა და როგორ ხდება. კაცო, სადაც ცარისტულის გამოვიარეთ, რომ რაღაცა რეჟიმი და სადაც საბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ, როდესაც არანაირ პროტესტს აზრი არ ქონდა და ხალხი იყო ეხა ბოლო-ბოლო გურულებს ეგ არ გესწავლებათ, გურულები რას აკეთებდნენ, თუნდაც აგერ მე-20 საუკუნის, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მაგას რო თავი დავანებოთ, ახლა ყველაზე აი საერთაშორისო ვითარება არის რთულიო და აი ტრამპი რაღაც, კაცო ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო ხა რომ დავფიქსდეთ ხო არანაირი დამოუკიდებელი საქართველოს კონტური არ არსებობდა 80-იანები 85 6 7 8 წლები რო ავიღოთ აი როცა იღვიძებს ხო ეროვნული მოძრაობა ხო არანაირი ეგეთი კონტური არსებობდა არანაირი საერთაშორისო აღიარება ახლოსაც კი არ იყო მაგრამ ეს ხალხი გამოდიოდა კი მაგათაც 1000 რაღაცას უკეთებდნენ და 1000 რაღაცას აბრალებდნენ მაგრამ თუ იმ ხალხში იყო ეს ენერგია და სურვილი რომ რაღაცა თუნდაც განწირულ ბრძოლაში შესულიყვნენ იმისთვის, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მიეღოთ. დღეს, როცა აღიარებულიც ვართ საერთაშორისო დონეზე, რაღაც ანუ გვაქვს დამოუკიდებლობა, ნუ რა არ გავაკეთოთ არაფერი, რომ ეს დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ. ანუ მორალურად უპირატესობა გვაქვს. ახალგაზრდები ბევრნი არიან ამ ამბავში ჩართული და გადადებული აქვს თავი ამ ამბისთვის და რეგიონში როცა მივდივარ, მეც ახლა ჩხოროწყუელი ვარ, უბრალოდ ჩავაბარე 2015-ში მეთქი და ეს ბოლო 10 წელი იქ გავატარე და რომ ხშირად, როდესაც მიწევს ჩასვლა ჩემ რეგიონში, ახლა კი სკოლებიდან ფეხი ამოგვიკვეთეს ორგანიზაციებს და ვერც ერთ სკოლაში ვეღარ შევალთ ავტორიზაციის გარეშე განათლების სამინისტროს და ვინ მოგცემს ამ ავტორიზაციას, მაგრამ რაღაც დონეზე ყველგან შეგვიძლია ჯანსაღი ინფორმაცია როგორმე შევიტანოთ და სამ გვექნება ეს ბერკეტი, უნდა ვაკეთოთ. როცა ეს ბერკეტი არ გვექნება და ბოლომდე შევზღუდავენ, კიდე გამოჩნდება რაღაცა ახალი საშუალება და სამ ერთი ადამიანი მაინც იქნება ხასიათზე, რომ რაღაცა გააკეთოს ამ ქვეყანაში, ნუ ვიცნებით რა მეტი სხვა არაფერი, ხო? ეს მეც გამიგრძელდა, მაგრამ ამის თქმა მინდოდა. გამარჯობა, კუკა ბარამიძე, ასევე სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლების წარმომადგენელი ამ ეტაპზე. ერთ-ერთი დამფუძნებელიც კი ბატონო, ცოტა ისე დავიწყებ ამ რამდენიმე დღის წინ შემხვდა ერთ-ერთი ადამიანის Facebook პოსტი, რომელიც ანალიზი ქონდა გაკეთებული გამოცემა პუბლიკაზე რაღაც გაზიარებული ინფორმაციის შესახებ და ამბობდა ისეთ რაღაცას, რომ ხო გონია რომ ბევრია, ვინც თქვა ამ ჩვენს პროტესტს ან რაღაც ამ გამოსვლებს წინააღმდეგობას უწევს ან იგინება ილანძღება და ასე შემდეგ და ასეთი ანალიზი ქონდა, რომ ამ კონკრეტულ პოსტს 80,000 ნახვა ქონდა. აქედან იყო რაღაც 580-მდე კომენტარი. ამ 580-დან 180-მდე იყო ეს სიძულვილის ენა და ეს გინება ლანძღვა ასე შემდეგ. ამ 180-დან მოკლედ საბოლოო ჯამში ჩავიდა იქამდე, რომ 68 ადამიანი იყო რეალური, დანარჩენი იყო ეს ბოტები და ასე შემდეგ და იმ 68 ადამიანიდან უმეტესობა კიდე იყო ან ქოცების რაღაცა დეპუტატი, ან IP-ში დასაქმებული, ან მოკლედ ამ პარტიასთან დაკავშირებული რა და ამ იმის ქვეშ თქვა ამ რაღაცა სტატიის ქვეშ თუ რა იყო ვიდეო იყო თუ რა იყო არ ვიცი ზუსტად მოკლედ იმის ქვეშ ხო რო შეხედავ შეიძლება წარმოიდგინო რეალობა რომ ამ ჩვენს იმას ჩვენ ცოტა ვართ ამ ხარეს და იქ რაღაცა ბევრი ხალხი გვიტევს რა და სინამდვილეში ანუ რომ დათვლით ესე დადის რა და ის 68 ადამიანში კიდე ვინსა და როგორ და რა გაქანების იყო ეგ ცალკე ამბავია ხო და იმის თქმა მინდა მე რომ საბოლოო ჯამში, ანუ ჩემი განცდა ესეთია, რომ ჩვენ ამ მხარეს, ვისაც მიუხედავად 1000 განსხვავებისა და 1000 რაღაცაზე გვექნება შემდგომ საკამათო, ანუ ამ პრინციპულ და სასიცოცხლო საკითხში, რომ ჩვენ ქვეყანა უნდა გადარჩეს და ჩვენ გვინდა რაღაც ევროპული დემოკრატიული ცივილიზებული საზოგადოება შევქმნათ, ამაში ვართ ბევრი რა და ამ რაღაცა წითელ ხაზს მარჯვნივ ბევრი ხალხი ვართ. მარცხნივ პირობითად თუ დავყოფთ, არის ის, თქვათ, ის რაღაცა საჯარო მოხელეების ის ნაწილი, ეს ტროლბოტები და აი ქოცური ამბავი რა. ხო და აი ჩვენი შეხვედრის შინაარსით ჩემთვის ახლა დასაფასებელი და მნიშვნელოვანიც იმიტომ არის, რომ სინამდვილეში თქვენი ჩამოსვლით აქ ან თუ ჩვენ სადმე წავალთ რაღაც დიდ მნიშვნელოვან პრობლემებს და ასე შემდეგ აქედან ვერაფერს ვერ წავიღებთ, გარდა ერთისა, რომ ჩვენ ვიცოდეთ ერთმანეთი რა და წეღან მეგობრობაზე რო იყო საუბარი, ვიცოდეთ, რომ ან გვიცნობდეთ ერთმანეთს და გქონდეს ეგ რაღაცა ის
ისეთი თანაგანცდა, არა მაგალითად ბადრისის თავდასხმაზე აღელვება და რაღაცა ლაშას ანუ ბიჭების დაჭერაზე აქედან ტელევიზორიდან ჩვენი პროტესტი, არამედ ახლოს ვიცნობდეთ ერთმანეთს და ეს რაღაც ანუ შეხებითი რაღაც კომუნიკაცია გქონდეს და შემდგომ ამითი ერთმანეთს დავიმახსოვროთ და ეს რაღაც განცდა და ერთმანეთს დაუტოვოთ, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში ერთად ვართ. ლაძე ვარ, ჟურნალისტი და ჟურნალისტობიდან აქტივისტობამდე მე მგონი დიდი განსხვავება არ არის, ამ წუთას აქტივისტად თვლი თავს. პირველ რიგში აქ რატომ მოვედი? მე ვთვლი, რომ ახალგაზრდებს არ უნდა შევატოვოთ ახლა რაც ხდება. იმდენად მნიშვნელოვანი რაღაცები ხდება ახლა, რომ ჩავთვალე, რომ აუცილებელია ვიყოთ ერთად. მე მართლა გამონაკლისი არ ვარ, მაგრამ მაინც მინდოდა ახლა ხარ რო უყურებ ყველაზე უფროსი მე ვარ ხშირად. ასეთ შეკრებებში, მაგრამ ფიქრობ, რომ უნდა გამრავლდეს ეს. ბევრი არის ჩემის თანა, რომელიც თანაუგრძნობს დღეს რაც ხდება ქვეყანაში, მაგრამ რატომღაც არიან სახლებში. ბევრი ჩემს თაობაში იმასაც სამწუხაროდ ვიტყვი, რომ ბევრი მართლა სხვა მხარესაა და სხვა ფიქრებითაა და ზოგმა ადრე რომ პროგრესული ადამიანები მეგონადა და დღესაც ვიცი, რომ ძალიან განათლებულები და ესეთი ხალხი არიან, შეიძლება მითხრათ, ასეთი ევროპა რა თმინდა. მე ვერ ვიგებ და რა ვიცი, ერთმანეთს არ ვკარგავთ, ახლა იმას საკში არ ვართ, რომ მეგობრები დავკარგოთ, მაგრამ ბევრი მყავს საწინააღმდეგო მხარეს. აი თქვენ ძალიან კარგად დაიწყეთ მართლა საქამდე სად იყავით, ეს უკვე აღარ მაინტერესებს, კახაზგან განსხვავებით, უბრალოდ მართლა აუცილებელია, რომ ისა თბილისი, სადაც ძირითადი ბირთვია თავმოყრილი ბევრი ინფორმაცია, ბევრი საშუალო რესურსების ბევრია, მჭიდრო კავშირში იყოს რეგიონებთან, იმიტომ რომ აქ ხშირად ახსენად აგერ არიან კუკა კიდევ ყველა თითქმის ძირითადად ვის ოფისშიც ვიმყოფებით ჩვენ ეს ხალხი თბილისში რომ მუშაობდეს და მათ შესახებ ისეთი ინფორმაცია იქნებოდა მთელ საქართველოს ეწოდინება ვინ არიან ეს ხალხი რასაკეთებს ნიკო რასაკეთებს ნინო რასაკეთებს თაკო რა ვიცი ხო იმიტომ რომ მართლა უზარმაზარ საქმეს აკეთებდა და ძალიან დიდი მისია აიღეს თავის თავზე ამასაც ვიტყოდი მე და ესენი არიან რეგიონის კონკრეტულად ოზურგეთის ახალგაზრდობის მართლა მოწინავე და სამაგალითო ნაწილი ჩემი შეფასებით და არ მგონია ვწდებოდე და ამიტომ თან ეს გაჭირვებაზეც იყო რა არის განსხვავებული გაჭირვება რეგიონებში განსხვავებული გაჭირვება არის ის რომ მჭიდრო სივრცეა პატარა სივრცე და ყველა ერთმანეთს იცნობს ყველა ერთმანეთის მეგობარი თუ არა ყველა ინფორმირებულია ერთმანეთზე აი ეს ხშირად უარყოფით იმასაც ასრულებს აი ჩემს ქუჩაზე მაგალითად ჩემი ქუჩა ძალიან პატარაა და სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა რომ ყველა არის იქეთა მხარეს თელმა ჩემმა ქუჩამ იცის რომ ჩვენ მაგათ არ ვარგივართ მთელი ჩვენი ოჯახი ეს გარკვეული სტრესი იწვევს ოჯახში არის ნებისმიერ ოჯახში საჯარო სექტორში დასაქმებული ხალხი ყველას თავისი ბანკის ისაქვს ესხები სხვას რომ თავი დავანებოთ და საკმაოდ დიდ პრობლემებს იწვევს ამიტომ როდესაც დაანონსდება დაუშვათ აქცია ოზურგეთში ძირითადად მართლა კიდევ ვიტყვი ამ ორგანიზაციის თაოსნობით ხალხი არის ცოტა მაგრამ მართლა თბილისის მასშტაბებს თუ ავიღებთ ახლა იქაური მოსახლეობის იმათი თავისუფლების ხარისხის და თუნდაც აი სიღარიბეც ახდენს ხო ამაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს სიღარიბე მე ვფიქრობ რომ მაინც საკმაოდ აქტიურია გურია რაც შესაძლებლობია ამ პერიოდში თან ახალგაზრდობის გადინებაზე უკვე ისაუბრეს მოკლედ არის ეს სული გურიაში და მართლა ხელის გამოწვენა ჭირდება გაძლიერება ჭირდება და აი ადრე ახლა არის კიდე მოდაში ეს ერთობა და აკაკი წერეთელმა რომ თავის დროზე გვითხრა ერთობა ჩვენთვის ტახტია და მტრებისთვის სახრჩობელაო ამ ერთობით მართლა შევძლებთ ალბათ ხან შეუძლებლათაც მეჩვენება სიმართლე გითხრათ ისეთი სიტუაცია და ახლანდელ კან ტელევიზორში რომ ყველა დღე საშინელ რაღაცებს იგებ ძალიან დიდი ძალისხმევა და ძალიან დიდი ერთობა სჭირდება ამას და ვფიქრობ ამისთვის მზად არის ქართული საზოგადოება და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. და ნახოთ რა იქნება მომავალში. მადლობა. დონორებმა საკმაოდ დიდი თანხა ჩადვენ ყველა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში და всё, ანუ всё დამთავრდა. მან მოგცა ფული, მოგცა საშუალება, მაგრამ ვერ გააკეთე. ფაქტიურად იმიტომ რომ ნუ რაღაც ვერ ქენი, შენ თავში უნდა იყოს, ანუ რატო ვერ ვქენი, ანუ ჩვენ ჩემ ორგანიზაციის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ აი რატო ვერ ვშობი რომ ახალგაზრდები თქვა თაგოზრო სხვა უფრო აქტიურები იყვნენ სხვანაირად იმას კი არ ვამბობ რომ სხვა ახალგაზრდები იყო და ნაკლები შესაძლებლობის ფარგლებში უფრო მეტ რაღაცას აკეთებდნენ ეხლა მეტი შესაძლებლობა აქვს ნუ კლიენტ ოფისი აქვენ ახალგაზრდობა აქვენ და ძალიან ნაკლები ჩემშია პრობლემა ჩვენ რომ ახალგაზრდულ მუშა გადავიწყოთ მუშაობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
მაშინ დავინახე პრობლემა, რომ ახალგაზრდები ჩუხატაურში საერთოდ არ აქტიურები. ის ჩვენი პრობლემა იმისა, რომ ჩვენ კი ვიძახით, რომ ოზურგეთში მაგარი ძლიერი არასამთავრობო სექტორი ვართ, 9 ორგანიზაცია ვართ 15000 მოსახლეზე. რეკორდია საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას. 9 აქტიური არასამთავრობო ორგანიზაცია ვარ, მაგრამ ჩვენ მობილური მუშაკები ვიყავით და ქუჩაში მუშაობთ. მაშინ დავინახე, აი ეს იყო ამ მოვლენებამდე 3-4 წლით ადრე. ჩვენი პრობლემა არავითარი დონორის პრობლემა არა, არავითარი გარე პრობლემა არა, იმიტომ რომ მე დავინახე მაშინ რომ ლაითური ახლა ჩემთან დადის ურეგელი ბაღანა, რომელიც ანუ ავტობუსით მოდის და იმინდა რა ქვია, თხინვალები, რომელიც აი აღმოაჩინეთ შემთხვევით ბაღანა და უნდა ვნახო იმის თანხა რომ ავტობუსის ფული მაინც გადაუხადო და თხინვალება აღარსეს. ანუ სანამ ვიყავი ოფისში და თბილად და დონორის ფული მქონდა, ანუ რა თქმა უნდა იმას ვაკეთებდი დონორის მიერ რაც იყო და პროექტს და იმას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგად ვაკეთებდი. ანუ თაგოს ახლა საიდან ახლა გეიზარდო უფრო, მაგრამ ახლა თაობა რომა ერაზმუს რო ვეუბნები და თქვა პოლონეთის ნაციონალურ სააგენტო ახლა კი უხსნი ამას რომ დაფინანსებული და ამის მანამდე რომ მიდიხარ თქვა საზღვარგარეთ საერთოდ არ იცოდა პროგრამის შესახებ. ჩვენი ბრალი, ანუ გარე ვერავინ ვერ მოგეხმარა, ჩვენ თავს უნდა მევეხმარო. ჩვენ უნდა დავждეთ გურიაში იყო თავის დროზე ჩაის მაქვიოდა მას სხვათა შორის, როცა საზოგადოება იკრიბებოდა და რა პრობლემა ოზურგეთში. ბოსტონში არა, ოზურგეთშიც იყო. არა, ვიდრე ჩაის მეუბნება. ანუ ერთად რომ დავждეთ, მარინას ქონდა თავის დროზე თოფურიას, მაშინ ძველი ოფისი რო იყო, დეიცვა პოლიციის თავზე, რომ ხო, ვიყიდოთ სამოვარია, ისე რაღაც არ ვიმეორო, ვიყიდოთ სამოვარი. ანუ ვიკრიბებოდით NGO სექტორი, ვინცაა და ვждებოდით რაზე და ნუ რა პრობლემა აქვს და ვთქვათ აგერმა პრობლემა ამ სოფელში მუშაობ იყო. მერე დავშორდით ერთმანეთს, ანუ იმისა რომ აგერ ერთმანეთის კონკურენტები გავხდეთ, შენ იმის პროექტი გაქვს საქართველოში გამოგიცხადებ და ვთქვათ ენ ვინცხა ფონდი და გაყენებდა კონკურენტი მასში, ხო? ანუ შენ იმას აღარ იყო იგი რომ კონკურენტებად ვიყავით ერთმანეთს. გარედან არავინ არ დაგეხმარა, ვერც თბილისი ვერ დაგეხმარა. ახლა მართლა იმით რომ ჩამოგიყვანოს ერი მარშრუტი ხალხი რომ გამოჩნდეს, არაფერს ისულელი. არა, ხო, არავინ არ დაგეხმარა. რატო არ გამოდის საზოგადოება, უნდა დავждეთ და ვითხოვთ, რატო არ გამოდის საზოგადოება. რატო არ არა ამაზე პასუხი, რატო არ ვიცი, რატო არ გამოდის. ამასთან დაკავშირებით, აი ბატონო, ახლა ზუსტად ამისთვის გვჭირდება ჩვენ მეგობრობა. რომ ეს ინფორმაცია რაც გაშუქდება და რაც იქნება ინტერნეტ სივრცეში თუ ტელევიზიაში, გადავამოწმოთ თქვენი დახმარებით, მართალია თუ რაღაცა პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, ან ჩვენი მეგობრობა შეიძლება პოლიტიკურმა სიმძიმემ არ განაპირობოს, არ მინდა რომ უბრალოდ მარტო პოლიტიკური სიმძიმით იყოს განპირობებული, ისედაც გვჭირდება ერთმანეთთან მეგობრობა და ასედაც. ეს უკვე ერთ მხარეს რო ვიბრძვით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, მაგიტო ვართ ალბათ აქაც შეკრებილები. ეს მეგობრობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ შორის იქნება მუდმივი კავშირი და მუდმივად შევძლებთ, რომ მუდმივად შევძლებთ, რომ აი ესეთ სოციალურ პრობლემები იქნება თუ როგორ მოგესალმებით, მე ვარ გიორგი რიკელიძე, წარმოვადგენ მედია საშუალება გურიანიუს. დაახლოებით 22 წელია მუშაობ. ადრე ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის სტუდენტთა გაერთიანების სათათბიროს წევრი, დაფუძნებელი. ბატონყა ხასანი ერთად მუშაობდი. კი ბატონო, მაგრამ ნუ რა ვიცი, ახლა მოხდა რაღაცა ერთი ამბი და გადავედი მეორე ამბავზე და ეს მეორე ამბავი აი 22 წელზე მეტია ვითარდება და ხდება ჯერჯერობით, იმიტომ რომ ზუსტად არ ვიცი, რომ ვიქნები კიდევ თუ არა მედია სექტორში. იქიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა განსაკუთრებით რეგიონულ მედიაში. თან გურიანიუსი ბეჭდი ვერსიაც არსებობს და ვებგვერდიც გვაქვს, საკმაოდ მნიშვნელოვან თემებს აშუქებს. არის შემთხვევები, როდესაც რესპონდენტები ძალიან საინტერესო ამბებს გვეუბნებიან, მაგრამ როდესაც მეორე გადამოწმება ხდება ინფორმაცია და რაღაცა ხელისუფლებასთან ან ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ზონაზე არის საჯარო ინფორმაციის კუთხით პრობლემები, ასე რომ ვთქვათ, შეიძლება არის შემთხვევები მოგცენ მაგალითად
ცოტა დაგვიანებით ინფორმაცია, მაგრამ ეს სრული ინფორმაცია არ იყო. არის შემთხვევები საერთოდ არ მოუწიათ. მაგალითად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ეს არის ისეთ საკითხებზე, რომელიც მაგალითად 10 დღეც არ უნდა ჭირდებოდნენ, მაგალითად ინფრასტრუქტურის სამუშაოები ოზურგეთმა კი მოგცა, მაგრამ არ მოგცა მაგალითად ლანჩხუთმა და სულ ვართ ამ პატარა-პატარა ომებში რა და ეს სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება, იქიდან გამომდინარე, კარგად მოგეხსენება თბილისში რა კანონების მიღება გადაწყვიტა ჩვენმა ხელისუფლებამ და რა პრობლემების წინაშეც არიან მედიის წარმომადგენლები. ახლა მედიას რადგან ვახსენებთ რაღაცა აუცილებლად თქვენი ეთერის საშუალებით ჩემ მხარდაჭერას ვაფიქსირებ ზიამაღლობასთან დაკავშირებით და იმ ჩემ კოლეგებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დღეებში ხელი შეშლის ფაქტები დაფიქსირა არაერთი, მარტო ზია ამაღლობელის ამბავი არის, მაგრამ ყველაზე რთული кейსი გონი კი არა, ზიას ამბებია, ანუ ჟურნალისტებს არ აძლევენ მუშაობის საშუალებას, რომ გადმოცენ ამბავი თუ ამ აქციებზე რა ხდება და არაერთი ვიდეოები ნახეთ, მაგალითად რაც არის ჩემი აზრით შემზარავი და ამის ფონზე კიდევ რა იქნება კიდევ წინ და რაღაცა არ ვიცი, იმიტომ რომ 3 თვის განმავლობაში USAID-მა შეაჩერა პროგრამების დაფინანსება სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მედია ორგანიზაციების დაფინანსება, ჩვენ გვქონდა მცირე პროექტები და აქედან გამომდინარე ამ პროექტების საშუალებით ისეთ საკითხებზე ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაცია, რომელიც პოლიტიკოსებიც არ საუბრობდნენ, არ ახმოვანებდნენ და ესეთი მაგალითი ძალიან საინტერესოა იმ კუთხითაც, რომ ამ არჩევნების პერიოდში, ბოლო არჩევნებზე მაგ საუბარი 2024 წლის არჩევნებზე ქალი პოლიტიკოსები ჩამოვიდნენ, რაღაც შეხვედრები ძალიან საინტერესო შეხვედრები იმართებოდა, მაგრამ იმართებოდა რაღაცა 20-30 ადამიანის თან დასწრებით და რაც მე გავრცელდებოდა სოციალურ ქსელში, ნუ ახლა სოციალური ქსელს რა გავახსენებ, ყველაზე ძიმე შემთხვევა, რაც საბოლოო პერიოდში ფიქსირდება, ეს არის ტროლების და ბოტებთან ბრძოლა. ანუ რაღაცა ცალკე ვაკანსია, პროფესია გამოჩნდა ამასობაში 21 საუკუნეში, ამ ტროლ ბოტებთან მებრძოლი რაღაცა ესეთი გაჩნდება ცოტა ხანში რა, ვაკანსიები რედაქციებში და ორგანიზაციებში. ეს იცი რა, როდესაც თემას ვაზიარებ, მინდა რომ იქ ტროლი და ბოტი კი არ შემომივარდეს, რეალური ადამიანი შემოვიდეს და დააფიქსოთ თავისი აზრი. აი თქვენ რო ჩამოვწანდით ახლა და კითხულობთ რეგიონში რა ხდება და ჩვენ რაღაცა ვსაუბრობთ, შეიძლება რაღაცები არ მოგწონდეს, რაღაცა სხვანაირად ვფიქრობდეთ სხვადასხვა საკითხებზე. ხომ არ ჩავუყრდით, მაგალითად პოლიტიკაზე რო ვსაუბრობდით, რის ბრალი იყო, მე ვფიქრობ, ის რაც ხდება დღევანდელ დროში არის ჩვენი პოლიტიკოსების პირდაპირ ბრალი, რომელიც რაც დაიბადა იმის ვერ პოლიტიკოსები არიან და აი რაღაც განვითარება ვერ პოვეს რა. ხო და ეს განვითარება თუ ვერ პოვეს, ან ჩვენ უნდა შევაგნებინო და ან მისმა ოჯახის წევრებმა და რაღაც, იმიტომ ჩვენ ვიჯებით ამათი არ გაკეთებულ საქმეებზე. ახლა რეგიონულ მედიას საშუალებას რა შეეხება. აი არის ჩვენთან მაგალითად ალიონი, გურის მოაბე, ტელეკომპანია გურია, გურია ნიუსი, ლანჩხუთში არის იქ საერთოდ სხვა ამბავია, იმიტომ რომ ყველაზე მეტი რეგიონებში ლანჩხუთი არის ერთ-ერთი პატარა მუნიციპალიტეტი, 4 ადგილობრივი მედია იყო. და პარალელურად კიდევ გურია ნიუსი და გურის მოაბე შედიოდა დამატებით, ან 6 მედია საშუალება იყო ბეჭდითი. ძალიან ძიმე მდგომარეობა ახლა იქაც და 1-2 დარჩა და ჩვენ რედაქცია არის. ამ ეტაპზე არის, ახლა არ ვიცი რა იქნება კიდევ, იმიტომ რომ ახალი კანონები შემოაქვთ და რაღაცა არ ვიცი და ხო ეს სოლიდარობა მესმის არის რაღაც დონეზე, მაგრამ ანუ ბოლომდე მაინც არ არის ეს სოლიდარობა, იმიტომ რომ რაღაცა ფიქრობენ რომ
თუ ოზურგეთში მაგალითად გურიანიუსი არის რაღაცა შეწოლა ან რაღაცა დაუშვათ, მანდამაიც ოზურგეთლემა და რედაქციის 200-300 ან რამდენი წვან იმათ უნდა გავაჟღერო და ეს სოლიდარობა რაღაცნაირად არის ღირგამოშვების სოლიდარობით, რა ვიცი, ამაზე რა შედეგი უნდა დადგეს და კიდევ რადგან თქვენ ახსენეთ რომ სკოლის მოსწავლეებს შეხვდით და რაღაცა ხო? აი ჩვენ აირექსის პროექტი გქონდა, იუსაიდი აფინანსებდა აი კორონავირუსის პერიოდში არაერთი სტატია გაკეთებული მულტიმედიური ნამუშევარი და ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო რა. ოჯახში რამდენიმე ბავშვი ფაქტიურად იყო იმის იმედზე, რომ ვიღაცა ჩაურიცხავდა ან მაგზე ან ჯეოსელზე თანხას და თან ის ინტერნეტი, ახლა ტელეფონის ინტერნეტი და ხან ვერ იჭერდა იმ სოფელში ეს მაგთი და აი ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო და ამ პრობლემებზე ბავშვები თუ ისაუბრებენ, იმიტომ რომ ახლა სკოლებთან დაკავშირებით იწყება არაერთი სკოლაში დაწყებული რემონტი. მაგალითად ნაგომარში ბოლო ინფორმაცია, აი ბოლო გადავამოწმე ერთი თვის წინ რამდენიმე წელია ვერ დაადგინეს, ანუ ნაგომდის სკოლა მაგალითად დაინგრეს თუ იქ იმ შენობაში მოხდეს რემონტი. ამის შესახებ თვითონ მოსწავლებმა რომ დაიწყონ საუბარი, ჩვენც არაერთხელ გაგვიშუქებია, მაგალითად ურეკის ძალიან საინტერესო იყო ურეკის თემა. მე პირადად ვწერდი გურიანიუსში ამ თემაზე, 3 კომპანია გამოიცვალა. ანუ ტენდერები პირველი ტენდერი მოიგო აღმაშენებელი ქუთაისი იყო ესეთი, არ ვიცი იმ პერიოდში ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო იმ კუთხით, ეს კომპანია იგებდა ძალიან ბევრ პროექტებს. და რაც მოიგო, ვერც ერთი ვერ დაასრულა თითქმის, რაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. ხო და ეს საკითხები ყველაზე მეტად შუქდება რეგიონული მედიის წყალობით. და ეს ორგანიზაციები ვიცარიან დღესდღეობით, იმიტომ არიან, რომ ამ გაშუქების პერიოდში ჩვენ გვერდში იყო და რესპონდენტებად იყვნენ და რაღაცნაირად ეს მასალები და როდესაც დავიწყებს საუბარს მაგალითად სკოლაში პრობლემებზე, ამ ადამიანებმა გვერდში დაგვიდგეს და რაღაცა თავისი ცოდნა გაგვიზიარონ და რა კუთხით შეგვიძლია უფრო მეტად მივაწოდოთ ამ მოსახლეობას და საზოგადოებას ინფორმაცია, ეს თუ ჩაიხშობა და ეს არ მოხდება, რა ვიცი, ძალიან ცუდი მდგომარეობა იქნება და ამ საკითხებზე ყველაზე კარგად ასვებ გონი თავიდანვე კახამ საკითხი, მე ვეთანხმები ზუსტად რომ ამ საკითხებზე კი წერს მედია, მაგრამ როდესაც ვაზიარებთ ამ საკითხებზე და რაღაცა ყველა ტროლიზაბოტი არა ამ ქვეყანაზე, იმ საკითხებზე ყველა უნდა რაღაცა დისკუსიები უნდა წამოვიწყოთ, უნდა ვწეროთ ჩვენი აზრები, ასე რომ ვთქვა და ერთმანეთის იმედად უნდა ვიყოთ, რომ ეს თემები არ ჩაიკარგოს ამ პოლიტიკურ ამბებში რა. მოგესალმებით, ნინე ულუმბელაშვილი, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის დამფუძნებელი წევრი. მედიაზე მინდოდა, მაგრამ გიორგი ისაუბრა როგორ გასაჭირშია, იმიტომ რომ მეც ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე ადგილობრივ მედიაში. მერე მოხდა ისე, რომ მაშინაც 4 წლის წინ ძალიან უჭირდა, მოკლედ, მაშინაც ძალიან უჭირდა და ძალიან დაბალი ხელფასები იყო და ერთ-ერთ მედიას ხო, ისე გაუჭირდა, რომ გითხრა, რომ ვერ გადაგიხდით ხელფასებს და რაღაცნაირად იძულებული გავხდი, უბრალოდ შემომთავაზეს და მომიწია მეც მოკლედ ჩვენთან გუბერნატორის პიარში მუშაობა. მეც მქონია პრობლემები, ახლა ესეთი დიდი არა, მაგრამ მქონია მაგალითად რეაქცია, როდესაც 5 ივლისის ამბებზე რაღაცა პოსტი დავდე და ნუ გუბერნატორის მოადგილემ თქვათ მითხრა, რომ ეს არ შეიძლება და მე ვარ სახე რაღაცა. ხო, ამ რაღაცა ორგანოსი და ამიტომ ხო, ეს ნელ-ნელა მოგროვდა, რაღაცნაირად არ ხარ ორგანული ამ დაწესებულებისთვის თუ რაღაცა ორგანიზაციისთვის და ეს ხდება რაღაცნაირად გაგდებს ეს სისტემა მე თვითონ და ნუ მეც ესე ვთქვათ გამომიშვეს. მაგრამ ხო აი ეგ მინდოდა მე თქვა იქაც რო ხარ, გინდა გარეთ ხარ, ხო? შენ ყოველთვის
გაქვს რაღაცნაირი ისეთი მორალური ღირებულებები, რომელსაც ვერ შეგიცვლის რაღაცა თანამდებობები და რაღაცას გინდათ საჯარო სამსახურში მუშაობის შესაძლებლობა ან გარეთ ყოფნა. ეს ხო, ან გაქვს რაღაცა ღირებულებით ნაწილში, აი ზუსტად თქვით, რომ სამშობლოს სიყვარული, ეს არის ჩემთვისაც და მთელი ცხოვრება ესე იყო. ნომერ პირველი ღირებულება და მე მყავს უკვე ოჯახიც, დედმამიშვილებიც, ქმარიც და ყველაფერი მე მყავს დაყენებული. იმიტომ რომ რა ვიცი, ესე გადაწყდა ჩემს ცხოვრებაში. ძაღლებით ხო და რა მინდოდა მე თქვა. ეხა მე ცოტა ხანია, დიდი ხანი არ არის, რაც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და იქიდან მიწევს სიარული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ვაკვირდები განწყობებს. რადგანაც თქვენი კითხვა იყო, რომ აი თქვათ რა ხდება თქვენთან რეგიონში, ალბათ რაღაცა პატარა მონაკვეთს ვიტყვი ამ მიმართულებით. ძალიან რთულია. თან მიწევს ორი ტრანსპორტის გამოცვლა და ანუ სხვადასხვა ხალხს ხვდები ყოველდღიურად. აი დღეს მქონდა ასეთი შემთხვევა, მაგალითად, გამოიარა ერთ-ერთი სოფლიდან მომავალმა ტაქსმა, რომ ჩავჯექი საუბრობდნენ მძღოლი და ქალბატონი, ასაკიანები ორივე და მძღოლი ეუბნება, რომ ეიო, მიწისო, აზომვაზეო თუ რაღაცა გადაფორმებაზეო, მისული ვიყავიო რაიკომის თავმჯდომარესთანო. ხო და ჯერ უსმენ, მეთქი ეთყობა ძველ ამბებს იხსენებს რაღაცას თქო და უიო, ვისო, რუსუდანთანო, ეს ეუბნება და ხო, ჩვენი რაიკომის თავმჯდომარე როა იქ ვიყავი, აი, უბრალოდ ხალხნო მართლა, ანუ ძალიან ძიმე მდგომარეობა. მართლა, ანუ არ ვიცი ეს პროპაგანდის ბრალია, მართლა პოსტივის და იმედის ცქერის ბრალია და სმენის თუ რისი ბრალია, მაგრამ რეალურად ეს ადამიანები ჩვენს გარშემო ცხოვრობენ. აი ესეთი შემთხვევა მქონდა არჩევნებამდე, რომ არჩევნებში მეზობელი შემოვიდა და მეუბნება, რომ არჩევნებშიო თურმეო ამერიკელები იღებენ მონაწილეობასო. აი მაგალითად ბოლოს იყო ტრამპის ინაუგურაციას რო ელოდებოდა საქართველოს მოსახლეობის თითქმის უმრავლესობა, მეზობელმა მითხრა, რომ ესე თქვესო ტელევიზორშიო, რომ საქართველოში ექნება ინაუგურაციაო ტრამპსო. ნუ არ ვიცი ხალხო, უბრალოდ მე არ ვიცი უბრალოდ ამ ყველაფერს მართლა როგორ უნდა ვებრძოლოთ და ეს არის ხო, ანუ ეს არის რაღაცა რეალური ამბავი. თან ამბობენ, რომ ტელევიზორში მოусმინეს ამ ყველაფერს. რა ვიცი, მეზობელმა ზაირამ უთხრა, არ ვიცი. ხო, იმ ზაირამ ტელევიზორში გაიგონა. კი, რაღაცები არის მარცვლები, რომელსაც მე აგებენ, შეიძლება ბოლომდე ვერ იგებენ და ეს რეალურად არის პრობლემა. ხვდები, ადრე ამ ყველაფერზე ვიკავებდი ხოლმე თავს, რომ რაღაცა კამათში არ შევსულიყავი, მაგრამ უკვე ნელ-ნელა ანუ მეც და ყოველთვის მიწევს, რომ აი რაღაცა ვუხსნა ამ ხალხს, რომ ქალბატონო გადართე იმედიდან, გადართე პოსტივიდან, მე მიყურებენ ეს და ნუ რაღაცა ცოტა კეთროვანებით ვართ ესეთი ხალხი, როცა გვიწევს რაღაცა ესეთ კომპაქტურ დასახლებებში ჩასახლებულ რაღაცა საზოგადოებაში, სოფლებში ცხოვრებ. კეთროვანივით ხარ, გინდა არ გინდა, რატო იცი, ეს ხალხი ანუ როგორ არის, იცი, აი ეს ძველი რაღაცა. ხო, ძველი ანუ რაღაცნაირი ისინი აქვთ, მენტალიტეტი აქვთ, რომ აი ვიღაცა რო არის მერის წარმომადგენელი სოფელში, ხვდები, ანუ იმას ფეხზე ამდგარი უნდა შეხვდნენ, არ აქვს მნიშვნელობა ვთქვათ, ის რამის გამკეთებელი არის თუ არა, თავი უნდა დაუკრან და ნუ დეპუტატი როა კიდე ორი სოფლის თუ სამი სოფლის, ხო ეს ძალიან კაი ხალია, ან კაცია, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ესენი, ანუ ეს არის საზოგადოებაში არის ძალიან ღრმად. ხო და ნუ რა ვიცი, ხა მე ჩემთან მაგალითად კი ნამდვილად კეთროვანივით ვითვლები. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, მაგრამ ხო კიდე კარგი რომ მე ეს ყველაფერი მე პირადად არ მიქმნის დისკომფორტს და არ მაღელვებს და როცა საჭიროა ყოველთვის ყველაფერს ვიტყვი ყველგან, მაგრამ ხო ეს მდგომარეობას და ეს განწყობებიც არის და ამასთანაც არის ზოგადად რაღაცნაირად ცნობიერების ამაღლება როგორ მოხდება არ ვიცი, მაგრამ ხო ეს ხალხი არსებობს ჩვენს გარშემო. მოკლედ. კი, რეალურად რაც უფრო მცირდება რაღაცნაირად, რეალურად სოფლებს აქვს იმის შესაძლებლობა და მე ძალიან ბევრ საქართველოს გარე სოფლებში ყოფილვარ და იქ ხედავ რანაირად ცხოვრობს ეს ხალხი და რაღაცნაირად ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა ძალიან დიდი სხვაობაა ანუ მაღალმთიან სოფელს კიდევ უფრო უჭერს რაღაცა ქალაქთან ცოტა ახლო ყოფს სოფელს, ანუ ყველა მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა რაღაცნაირად ამათ შორისაც არის სხვაობა. აი ოზურგეთს რო გავცდებით, რაღაცა ხო ხალხს რეალურად არ აქვს გზები, წყალი მეც არ მაქვს, რა ვიცი. ხო, რაღაცა არც მექნება.
ნაგვისურნა არ მაქვს მაგალითად და დედაჩემს სამსახურში მოაქვს ნაგავი რა ამ ნაგვისურნაზე რო განაცხადეს რაღაცა ამაზე ტენდერი უნდა გამოცხადეს მე უნდა შემოიტანო მოკლედ მთელი ის არის რა ქვია ბიუროკრატიული იდიოტობა ხო რომელი ხო აი მაგის თქმა მინდოდა ანუ ეგეთ მოცემულობაში უწევს ხალხს ცხოვრება რომ ჩოხატაურის ერთ-ერთი სოფელი არის სურევი სადაც რაღაცა სკოლის მონიტორინგზე ვიყავით ასულები და სოფლის ცენტრი არის ერთადერთი რაღაცა სივრცე სადაც შეიძლება იგრძნო რომ იქ რაღაც არსებობს ანუ რამხელა ანუ ეგეთი სურათი იყო მოკლედ რომ წარმოგიდგინოთ რომ სულ არის სამი შენობა სკოლა ბაღი და ეკლესია. ამ სამი შენობიდან ყველაზე მოდერნ, რომელსაც რაღაცა ამ საუკუნის კვალი ატყვია, არის ეკლესია. ანუ სკოლაში ბავშვები კარი იყო ღია სათამაშო დარბაზში რაღაცა და ბავშვი რო წაიქცა სამაკაცმა ძვლის წამოვაყენეთ ისეთ რაღაც ცემენტი, ერთი რაღაცა გისოსებიანი ფანჯრიდან შემოდის მზე და ტვერი რო ტრიალებს მთლიანად და რაღაცა 5 ბავშვი დარბის რა ეს ხო თავის მხრივ ძალიან სევდიანი ამბავია მაგრამ იქვე იყო რაღაცა შენობა რომელსაც არანაირი სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა და ვიღაცა ბავშვს კითხეთ შაკოია ანუ ძალიან სიცივე იყო რა და ეს ბავშვი მოკლემკლავიანი მაისურით დარბოდა გიჟივით და მეთქი მოდი აქ ანუ ეს შენობა რა არის თქო და ბავშვი მეუბნა ბაღია რადგან და ბაღანა არაა ანუ ოღონდ ამ ბაღში ბაღანა არაა ბაღი და მასწავლებლები არიან. ანუ ჩვეულებრივად შტატიან მასწავლებლები. ანუ როგორ უნდა დავარწმუნო მე ეს მასწავლებელი, ანუ როგორ უნდა დავარწმუნო რომ სურებში, სადაც ისედაც ძლივს არის, ანუ მოსახლეობა მართლა, მართლა ჟარგონით უყურებ, გააძრო სამსახური, სადაც არაფერს არ აკეთებს, იმიტომ რომ ბაღანა არაა, ბაღის მასწავლებელია. და ხელფასი ხო და არც ბაღანას გამკეთებელი არ არის და ხელფასი აქვს რა და ყველგან მასწავლებელი არსად ბაღანა ყველგან მასწავლებელი არსად ბაღანა მართლა ეგეთი მოწმობა ხო და ასევე კიდე პრობლემა მინდოდა აი ამ მერის წარმომადგენელს და ასე შემდეგ ვიღაცას პოსტი ეწერა დიდი ხნის წინ ახლა იმდენად აქტუალური ეს აღარ არის მაგრამ ეს ძალიან სევდიანი სანახავია იქ მცხოვრე ანუ იმ მთელი ცხოვრება ამას რო უყურებ რა რატო აქ ამ ხალხს რაღაცნაირი რიდი და ჯერ ეს ხო რაღაცა ეს მაინც საბჭოთა კავშირის პოსტ საბჭოთა კავშირს გავდივართ ახლა ჩვენ და ეს რაღაცა უპირობო პატივისცემა თანამდებობის პირების მიმართ დღემდე სამწუხაროდ ძალიან შერჩენილი ყვა განსაკუთრებით ეს არის მღვდლებში მასწავლებლებიც ითხოვენ მეტწილად და ეს რაღაცა სოფლის გამგებელი თუ რა მერის წარმომადგენელს გონია რომ რაღაცას წარმოადგენს რეალურად და განცდა იმისა რომ ამ ხო რა ოღონდ იერარქია არის როგორ ანუ სოფელში გაჭირვებულ ადამიანს რომ რაღაცა სჭირდება მაგალითად შუქი რო გაითიშა ის ურეკავს გამგებელს რომ შუქი ხო რწმუნებელს თუ ეს არა შუქი არ მაქვს და როდის იქნება ის გაგნებაში არა მაგრამ რაღაცას ეუბნება რომ მალე იქნება და ესაც ვერ ეპასუხება ტრაქტორი დასჭირდა დაურეკა იმას იმიტომ რომ თვითონ სხვა ანუ იმდენად ვაკუუმში არის ეს ხალხი და გადაღლილი ყოველდღიური ყოფით, რომ ის არ იცის, რომ მაგალითად შეიძლება რავი თელასში უნდა დარეკოს. ურეკავს ამას, რაღაცა ის არის ამოსაწმენდი, ურეკავს ამას. და იმდენად სხვა ამ ხალხს არავინ არ ყავს, რომ მაგალითად ეს მის წინ თხრილი ამოუწმინდოს, რომ რაღაცნაირად ელოდება, პატივი დასდოს, მოიყვანოს ტრაქტორი, შეწუხდა კაცი ახლა ამდენი რა ქვია, საქმე აქვს და ჩემი თხრილისთვის მოიცალა და მოვიდა, მოუწმინდა და დაავალდებულა იმან ამ რაღაცა თხრილის ამოწმენდით, რაშეც რეალურად ხელფას ვუხდით და რა ვიცი, ხა რა ეს იმას აქნას რა და მე ეს რაღაც ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს. ასევე ძალიან რა ვიცი მართლა მთელი წინასაარჩევნო პერიოდი და ეს სოფელ დავდიოდით კარდაკარ და იმდენად მძიმეა ამ ხალხის ყოფა და რამდენად მძიმეა პროპაგანდა და ეს მართლა ჯოჯოხეთის მანქანა ვამონიტორინგებდით რა ერქვა იმ პროგრამას
სოფლის მხარდამჭერის პროგრამა რაც არის ეს რა რაღაცა გამოყოფილია რაღაცა თანხა სოფელი უნდა შეიკრიბოს უნდა იმსჯელოს რა აწუხებს და გადაწყვიტონ რა უნდა გაკეთდეს ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში ვიყავით და ისეთი მოცემულობა იყო რომ ვიღაცა ქალი იძახის რომ ანუ ჭიშკრინა რომ გადმოვდივარო ანუ მიწა მენგრევაო ფეხქვეშო და სასტრაფო ვერ ამოდის რა ვიღაცა მოუკვდა რომ იმიტომ რომ სასტრაფო რა რომ სამთავში რომ მოკვდა ტრაქტორი ვერ გამომიყვანს და ანუ ეგეთ გაჭირვებაზე ყვებოდა ხალხი რაღაცებს და უცებ იქეთ ვიღაცა ქურდული მენტალიტეტის ტიპი რომელსაც ყველაზე დიდი რწმენა აქვს და რა ვიცი ჩვენ ყველას გადაგვისწრებს ქრისტიანობაში იქიდან იძახის რომ ეკლესია უნდა შემოღობოთ და ანუ ხალხი ამ პრობლემებით მართლა გასაცოდავებული რომ ვიღაცას ჭიშკარია ვიღაცას ბაღში ბავშვებს სათამაშო არ აქვს ხალხო დალეწილი სათამაშოებით თამაშობენ ისევ ევროკავშირის თანხებით მივეცით ჩვენ სათამაშოებდა და ანუ ეკლესია რო ხსენდა და ეკლესიის შემოღობა იმდენად გაუსუსურდა ირგვლივ ყველა რომ როგორ უნდა გაბედოს რომ ეკლესია როგორ არ უნდა შემოიღობოს ეკლესია და ანუ ყველა მხელი აწერა რომ ეკლესია უნდა შემოიღობათ და გადაწყდა ეკლესიის შემოღობა. ასევე შეიძლება ეგეთ რაღაცას წყვეტენ, რომ ყველგან უნდა დაიგოს რაღაცა მაგაში ალბათ ტენდერებში кайფული კეთდება, რომ გზის 3 მეტრის მონაკვეთი და აი სოფლებში რო გაიაროთ ოზურგეთის რავი ყველა სოფელში, სადღაც რენდომ აღმართზე შეგხვდება ჩაკერებული 3 მეტრიანი გზა, ხულოში რო კიბე გააკეთეს მაგალითად იმაზე რა ქვია აღმართზე. 3 მეტრიანი ბეტონის ხო გზა რამაც შეიძლება საერთოდ კისერი მოგატეხინოს რა. ავტობუსი ხო აკეთებენ ეგეთ რაღაცებს და ეს იმდენად ანუ იმის თქმა მინდა ძალიან გამიგრძელდა იმდენად კომპლექსური არის ეს ხალხის მიდგომა ამ თანამდებობის პირების მიმართ. საერთოდ თავი პრობლემა ისაა რომ ჩვენ ვემადლიერებით მადლობას უხდი და ურეგში ხალხი პრემიერი რო ჩამოვიდა მადლობა მართლმადიდებლობისთვის ანუ იმდენად ყველაფერზე ემადლიერებიან ამ ხალხს და იმდენად გააზრებული არ აქვთ რომ ეს ხალხი არიან ჩვენს მსახურებაში და ამ ხალხს ჩვენ ვუხდით ფულს რომ რაღაცები აკეთონ რომ ეს ვიღაცას თუ სახთან 3 მეტრი გზა დაუგეს ვიღაცას ნაგვისურნა თუ ისე აკეთებენ ამ ყველაფერს თვითონაც აი ამ რაღაცა პროპაგანდისტულად მომართულები იმ ხელმძღვანელობას ძენენ რომ ამ ხალხს ავალდებულებენ ანუ ანგარიშვალდებულებს ხდიან და ეს არ არის ერთი პროექტი ან ერთი აქტივობა ეს ხდება წლების განმავლობაში და ამ ხალხის აქედან გამოყვანა და ამ ხალხისთვის გაგებინება რომ ესენი არიან ჩვენი მსახურები და აი მართლა ეს უპირობო პატივისცემა არავინ არ არის ქალაქის მერი გარდა იმისა რომ შენ მიხვიდე უთხრა რა უნდა გაგიკეთოს იმან რა ვიცი მისი გამოცდილებით რაღაცა გადაწონოს თანხა მოიწევს და გაგიკეთოს რა ამაში უხდი შენ ხელფას და ეს არა ხალხ გააზრებული რაც გარკვეულწილად ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაგდებს ამის თქმა მინდა ყველა ვიცით ახლა რა რეალობაშიც ვართ და ასე თუ ისე ყველას შეგვეხო ეს და აქ ვინც ვართ ყველა შეგვეხო მაგრამ უკვე დიდ ნაწილს შეეხო საქართველოს მოსახლეობის ეს ამბები და ერთადერთი რითიც შეგვიძლია დაუპირისპირდეთ ამ რეჟიმს და ამ სისტემას არის ის რომ ჩვენ შევძლოთ ერთმანეთთან დალაპარაკება და გაერთიანება ამ შემთხვევაში ანუ რას გულისხმობ არაძალადობრივი აქტივიზმი ახსენის აქ თავდაპირველად და მართლაც ამ არაძალადობრივ აქტივში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ერთნაირმა ადამიანებმა საერთო ენა მოვძებნოთ რაღაცაში და რაღაც გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ. მართლაც ეხლა არის უპირობოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს საკითხი რომ აი საქართველოს გადის ყველაზე რთულ პერიოდს ალბათ რაც კი ოდესმე ყოფილა ამ ისტორიაში და ახლა წდება რეალურად როგორი გზით წავა მომავალში უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად გაამკაცროს თავისი კანონები მაქსიმალურად რაღაცა გვაჩვენოს რომ ძლიერია და ყველაფერი მის ხელშია და ჩვენგანაც საპასუხოდ უნდა მიიღოს რომ სიძლიერე არის საზოგადოებაში სიძლიერე არის ჩვენს ერთიანობაში და ჩვენს ჭკუაში და გონებაში და აი ზუსტად ის რომ აი ეს ძალოვანი მის თანამშრომლობაც არანაირი აღნიშნული რაღაც ნიშანი არ აქვს ზუსტად იმიტომ არიან
ეგრე რომ ვერასოდეს ვერ გავიგო ჩვენ ვინ გვირტყამს და შეიძლება მართლა ჩვენი მეზობელი გვირტყამდეს რომელიც რაღაც მუშაობს. აი ეგეც არის ზუსტად მაგიტოა ეგ გაკეთებული. კაი, მოკლედ უდიდესი მადლობა რომ ჩავერთეთ. მე პირველ რიგში ძალიან გამიხარდა რომ ჩვენ ერთმანეთი გავიცანით და მე დიდი სურვილი მაქვს რომ კიდევ გაგრძელდეს და დარწმუნებული კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება ჩვენი მეგობრობა და ეს ზოგი ჭირი მარგებელია რო იყვიან და დაახლოებით მაგ ამბავში ვართ და მოკლედ დარწმუნებულია რომ გავიმარჯვებთ და არ უნდა დავკარგოთ იმედი და უნდა ვიყოთ ერთად რა ყველაზე მთავარი ეგ არის. დაგვა ლაიქეთ და დაგვა საბსკრაიბით. ეს იუთუბერობა დამაწყებილის.